არ გამიკვირდებოდა რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი დაწყებულიყო ამ ფრაზით ავკრძალოთ საქართველოში ლეგოს შემოტანა. არ ვიცი ახლა თვითონ ცდილობენ ირონიულად საუბარს თუ როდესაც საუბრობდნენ ხოლმე იმაზე რომ ურავინ ჩაერევა ქვეყნში და საქმეში თვითონ ერევიან დანიის შიდა საქმეებში სერიოზული პასუხის გაცემა ჩემი აზრით ამაზე უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ მე არ მგონია ირაკლი კობახიძეს თვითონ ყოფილიყო კომფორტულად ამ ბრიფინგის ჩატარების დროს, გამომდინარე იქიდან რომ ეს ვითომ ირონიული, ვითომ რაღაც ნახევრად თამაშის მდგომარეობაში მყოფი პოზიციები მე მგონი თავად მათაც აზიანებთ და სერიოზული კომენტარის გაკეთების საფუძველს არ გვაძლევს. მდგომარეობაში რატომ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აქვე უშუალოდ დანიას რაც შეეხება ირაკლი კობახიძის შეფასებას, პერსონალურად მის შეფასებას გაგაცნობთ კოპენჰაგენში განვითარებულ მონეტებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ კოპენჰაგენში ვიხილეთ, არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ეს იყო დაგეგმილი ბრუტალური ქმედება, რასაც ვერ ექნება გამართლება, ამბობს ირაკლი კობახიძე. მოკლედ, საქართველოს მთავრობა ღელავს იმ ფაქტების გამო, რასაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, დანიაში ღელავს იმედია თქვენს იგულისხმეთ ბრჭყალებში, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ 5 სპეცრაზმელი მისცა პასუხისგებაში, მაშინ როდესაც ასობით შემთხვევა არის, როდესაც დაასახიჩრეს აწამეს დემონსტრანტები საქართველოში, მაშინ როდესაც ამდენი ხანი არავინ იდენტიფიცირებულიც არ ჰყავდათ და არც იმის ნდობა არსებობს, რომ კონკრეტულად ეს 5 პასუხისგებაში მიცემული პირი არის უშუალო მონაწილე იმ დავალებების შესრულებისა, რომელიც ვიცით, ხო, ზუსტად ვიცით, ალეკო ელისაშვილის, სხვათა შორის დღეს ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესია პირდაპირ ასახელებს სახელებს და გვარებს იმ სამართალდამცველებისა, რომელებმაც მიიღეს მის წამებაში და ცემაში მონაწილეობა. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა გვაქვს, ხო? დავით კაცარავა პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს ამბავი შუა დღეზე, ქაშვეთის წინ, როგორ მოკიდეს ხელი, შეათრიეს თავის სივრცეში და სიკვდილის პირას მიიყვანეს კაცი. არაერთი შემთხვევა არ ვსაუბრობ ტიტუშკების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, თუმცა იქაც ჩვენთვის ყველასთვის ცხადია რა დავალებასაც ისინი ასრულებენ თქვენ კოლეგებზე მათ შორის, ხო? მაკაჩი ხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, ეხლა გურამ როგავას საქმეზე ვნახეთ ასევე თქვენი კოლეგების გამოძიებო ჟურნალისტური გამოძიება და შემდეგ ეს რეაქცია თითქოს რეჟიმის მხრიდან ეს ყველაფერი არის უბრალოდ დღევანდელ ბრიფინგთან მიმართებაში იმის დამადასტურებელი, რომ ქართული ოცნება ამ რაღაცა ვითომ ირონიული განცხადებებით სერიოზულად ამას მართლა ვერ შევაფასებ რა. ნებისმიერ ოდნავ კრიტიკულ განცხადებასაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებენ და ახლა ეს წერილით მიმართვა და რაღაც იქედნური საუბარი უბრალოდ არც ტექნიკა და არც სტრატეგია არ არის ქართული ოცნების მხრიდან. ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელების პასუხი, ანუ აი სანამდე უკვე რასახი აქვს ქართული ოცნების და ბრიუსელის ურთიერთობას ამას ხედავთ, თუმცა აი კიდე სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი და ამის იქით რასახე შეიძლება მიიღოს, იმიტომ რომ ღრმა კონფრონტაციაში უკვე იმყოფება ქართული ოცნება. ხო და დღეს უბრალოდ ირაკლი კობახიძე, ხო, დღეს უბრალოდ გამოჩნდა რომ ირაკლი კობახიძე ახლა რაღაც გაბრაზებული ჯამბაზის პოზიციიდან ესაუბრებოდა ახლა ასე თითის ქნევით და თითის ჩვენებით, რომელიც არასერიოზული არის უბრალოდ და მით უმეტეს ესეთი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, როდესაც მსგავსი შემთხვევების გამო სწორედ ყველა საერთაშორისო ანგარიში და შეფასებაში ქართული ოცნება არის ხილებული, სასაცილოდ ჩანს. უბრალოდ სასაცილოდ ჩანს და სასაცილოდ ჩანს ალბათ თავისივე ამომრჩევლის დიდი ნაწილის თვალშიც. ისეთ კიდევ ერთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს, როცა საქმე ეხება დანიაში განვითარებულ მოვლენებს, თუ კი დანიაში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას ვინმე გამართლებას უძებნის, რატომ ისმის მაშინ კრიტიკა საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ
განხორციელებულ იმ ქმედებებთან მიმართებაში, რასაც მე ძალადობის გამართლება არ მინახავს ჯერჯერობით სიმართლე რო გითხრათ, ვინმე გაამართლა და მე ზუსტად ის შეიძლება ფაქტებს არ მინახავს რა გადაცდომები შეიძლება ყოფილიყო დანიაში, მაგრამ მე არ მგონია რომ ძალადობის განსაკუთრებული კრიტიკა ისმის დანიის ხელისუფლების მისამართით თვითონ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდან. მე წლების განმავლობაში მიცხოვრია ევროპაში და ოდნავი გადაცდომას თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევების სხვადასხვა მასშტაბისა და ინტენსივობის წამყვან ევროპულ ქვეყნებში ყოველთვის ისმოდა ხოლმე კრიტიკაც. Ado Gheorghe, რაც შეხება კიდევ ერთ დღეისთვის აქტუალურ საკითხს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის თაობაზე, მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ვისაუბროთ, როგორც გუშინ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის მხრიდან მოვისმინეთ, სპეციალური სამმართველოს ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიის და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას და ღირსების შელახვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილ სამმართველოს უფლება ექნება მოიძიოს დარღვევის ფაქტები და სასამართლოს ადმინისტრაციული სახთელის დადების მოთხოვნით მიმართოსო, აცხადებს თვითონ მამუკა მდინარაძე. ხა ბევრი შეფასება მოვისმინეთ ამ ერთ დღეში, თუმცა გითხარით თქვენ რა მიზნებს ხედავთ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, სიძულვილის ენა ენის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა გგონიათ ის, რაც დაანონსდა თუ რაღაც სხვა, რა არის თქვენი აზრით ხელისუფლების შემდგომი ამოცანა? სიძულვილის ენასთან და მის საჯარო სივრცეში გამოყენებასთან რეალური ბრძოლა რომ წამოიწყოს ქართულმა ოცნებამ, ეს გაცილებით უფრო სასაცილო და ირონიული იქნება, ვიდრე ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ებრძვის კორუფციას. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნების პირობებში კორუფციამ, სისტემურმა კორუფციამ წარმოუდგენელ მანამდე არ არსებულ მასშტაბს მიაღწია. ფაქტია, რომ თავისივე აღიარებით ჩართული იყვნენ მაშინ პრემიერ-მინისტრი სუსის უფროსი და სხვები. რა არის ამის რეალური მოტივი? ჩვენ კარგად ვიცით ხომ, შეიძლება შიდა კლანური დაპირისპირებები, მაგრამ ფაქტია, რომ მათ თავადვე აღიარეს. ყველა რგოლი პრაქტიკულად სახელმწიფო უდიდეს აი ამ ნახინჯ აპარატში არის ჩართული სისტემურ კორუფციაში. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არის ანალოგიური, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ის ძალა, რომლის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარეები, ხა სხვადასხვა თანამდებობები ჰქონდათ ხოლმე მათ. მათი წამყვანი სპიკერები, ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად დანიშნეს, დასვეს, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, რა ვიცი, რამდენი ჩამოუთვალო, ხო? ყველაზე ისეთ სოლიდურ სივრცეში, ხო, რომელიც უნდა იყოს ყველაზე მეტად პატივსაცემი სახელმწიფო ინსტიტუტები, ხო? პარლამენტის დარბაზში, პარლამენტის სხდომაზე, პლენარულზეც, კომიტეტის სხდომებზეც თავპირის მტვრევას უყურებდით ხოლმე, დედის გინებას უყურებდით ხოლმე, საშინელ ეპითეტებს ოპონენტების მხრიდან და თან ნებისმიერ ოდნავ გადაცდომილ კრიტიკასაც როგორ პასუხობდნენ ხოლმე. კარგად გვახსოვს, ახლაც ასეა და რა ვიცი, სიტყვა უსამშობლო, რომელსაც მათ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ მესიჯ ბოქსში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. მე მახსოვს ირაკლი კობახიძის საჯაროდ ნათქვამი ბრიფინგზე, როდესაც ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს, რომელმაც უსამშობლო გამოიყენა ქართული ოცნების მისამართით, ასე უპასუხა: ახალი თქვენი ტერმინი მაინც მოიგონეთო, ფანტაზია არ ყოფნითო, უსამშობლო ჩვენი მოგონილიაო. თან ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი ჰქონდა და სისტემურობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ახლა აი ამ ახალი ინიციატივის, რომ სისტემურად ვინც იყენებს სიძულვილის ენასო. გლობალური ომის პარტია, სიძულვილის ენის ავტორები, თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან, მაშინ რას ნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა? ხომ არ ეთანხმებით კოლეგებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს იქნება რეალურად ცენზურის სამმართველო და სიტყვა ცენზურა სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეფასება, რაც მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გვესმის, თუმცა კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახთელს, ამის გარანტიას გაძლევთო, ამბობს თვითონ მამუკა მდინარაძე. მისი სიტყვების არ გჯერათ? მამუკა მდინარაძის სიტყვების რო დავიჯერო, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, სიზმარში უნდა ვიყო ალბათ ჯერ ერთი. როდის ქონია ან მამუკა მდინარაძის, ან ვინმე ქართული ოცნების
სპიკერის საჯარო გამონათქვამს რაიმე ფასი, ჩალის ფასი აქვს ყოველთვის დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს იძახიან. ეს ერთი, მეორე ახლა შერჩევითი სამართალი მათ რომ არ უჭირთ, ესეც ძალიან კარგად ვიცით, ხო? ბევრ სისხლის სამართლის საქმეშიც გვინახავს და მით უმეტეს ახლა ადმინისტრაციულზე საერთოდ ზედმეტი არის საუბარი. გარდა ამისა, ეს თლათ ახალი ინიციატივაც არ არის, ჩვენ ვიცით Facebook-ში დაწერილი პოსტების გამო როგორ მიუციათ უკვე პასუხისგებაში ადამიანები, არაერთი სასამართლო პროცესიც გვინახავს. ეს მეორე. რაც შეეხება თვითონ აი ამ კონკრეტულ სამმართველოს, ეს კიდევ უფრო მეტად გავს ალბათ, რა ვიცი, მამუკა დინარაძის როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებული სპიკერის აქტუალიზაციას, იმიტომ რომ მანამდე წამოწყებული კამპანია თითქოს უსწრებ დაინახეს ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საჭიროება და ამისთვის სუსის თურმე ასეთი წარმატებული თავმჯდომარე საჭირო გახდა, რომ წამოიყვანათ აქტიურ პოლიტიკაში, პარლამენტში ვეღარ დააბრუნებდნენ და მთავრობის წევრი გახადეს, მთავრობის წევრი რომ გაეხადათ, უნდა რომელიმე სამინისტრო ჩაებარებინათ, ეს არ გააკეთეს, მაგრამ სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს, უპორტფელო მინისტრად და მოუგონეს რაღაცა სრული პრიმიტიული პირველი კლასის დონის რაღაცა პორტფელის მსგავსი რამ, რომ თითქოს ძალოვან უწყებებს სჭირდებოდათ კოორდინაცია და პირველივე ინიციატივა არის ეს, ცენზურა ოფიციალურად საბჭოთა კავშირში წაკრძალული იყო, მაგრამ რეალურად ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლების სრული შეზღუდვა, ისევე როგორც სხვა ბერკეტებს იყენებს ხოლმე ოპონენტების, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ თავისუფლად მოაზროვნე და თავისუფალი აზრის საჯაროდ გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ესეთი რამ გვაგონებს ძალიან მორალის პოლიციას, ანუ რა ვიცი, ერთი ნაბიჯი უკლია მორალის პოლიციამდე, რომელიც არის ირანში და ორი ნაბიჯი უკლია ჯორჯ ორველის აზრის პოლიციამდე 1980 ისმოდა ბუშის სოციალურ ქსელში რიგი მოქალაქის მხრიდან სწორედ ასეთი შეფასებები, რომლებიც აი ორველის დისპოტიური ჟანრის ნაწარმოებებთან ავლენს. დიახ, ზუსტად ეს არის, ხო, აზრის პოლიცია ნიშნავს, რომ არა მხოლოდ გამოხატვა, ნელ-ნელა უკვე იქითკენ წავლენ, რომ არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ აზრის ქონაც უნდა დასაჯონ. აი, აქეთკენ მიდის ქართული ოცნება. მადლობა.